და მით უმეტეს ის ლოგიკა კიდე რას ემსახურება ნამდვილად არ ვიცი რომ ანუ თუ კი მე ვთქვათ გიორგის გავუგებ მე ვხდები გიორგი ეს არასწორია და ესეთი სილოგიზმები ჩემთვის პირადად მაგალითად უფრო ლოგიკას ადასტურებს იმიტომ რომ მე გაგიგე შენ ბოლომდე გავიგე შენი მაგრამ მე რჩები ისევ ჩემ თავად რჩები მე და აი სწორედ აქ შემოდის თავისუფლების ცნება მისი აღმატებულება თავისუფლება ამ ბოლო დროს კიდევ ყველა ცდილობს განმარტოს და გაართულოს ეს ცნება და ყველაფერი გაცილებით ადვილად არის ვიდრე ჩვენ გონია თავისუფლება არის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობა ანუ შენ თავის უფალი ხარ მაშინ როდესაც პასუხისმგებლობას გძნობ საკუთარი თავის წინაშე საკუთარი ინდივიდუალობის წინაშე და მე როდესაც გავუგებ სხვას ეს არ ნიშნავს რომ მე გადავიქცევი იმ ადამიანად და იმ პიროვნებად არა პირიქით მე თავის უფალებას ვინარჩუნებ იმ შემთხვევაში როდესაც ბოლომდე გავიგებ სხვა ადამიანის გავიაზრებ გავაცნობიერებ მაგრამ ვინარჩუნებ ჩემს ინდივიდუალობას იმიტომ რომ მე ვარ ის ვინც ტოტალურად არის პასუხისმგებელი შემოქმედის წინაშე და მეორე არის გადიდებული მე ერთი მეორეზეა დამოკიდებული და ეს მშვენიერია ჩვენ ესეთ კონტექსტში ვართ გაჩენილები და ესე არის მოწყობილი ეს ცხოვრება მაგრამ სად მივყავართ მეტაფიზიკის დონეზე ამ ლოგიკას რომ მე შინოდეს ვინმეს გაუგო რომ არ გადავიქცე ანუ მეტამორფოზა არ გულისხმობს ასე ვთქვათ სხვა ადამიანად გადაქცევას ინდივიდუალიზმის დაკარგვის თვალსაზრისით ვამბობ პირიქით მეტამორფოზა არის როდესაც შენ თავს აუმჯობესებ შენს ლოგიკურ ისტორიულ მეს აფართოვებ და უახლოვდები იმას რაც არიცი ანუ არაცნობიერს როდესაც უახლოვდება ცნობიერი ეს არის მეტამორფოზის გზა მით უმეტეს როდესაც თავისუფლებაზე ვსაუბრობთ თუკი მე შემიძლია და შესაძლებლობა მაქვს რომ ვთქვათ რაღაცა დავაკნინო ვთქვათ იგივე ბედნიერების ცნება კი არ ნიშნავს იმას რომ მე ამის უფლება გამაჩნია ამის უფლება მე არ მაქვს ეს არის თავისუფლება აი ესე როდესაც მე ამ პასუხისმგებლობას ვგზნობ მაშინ ვარ სწორედ თავისუფალი და ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ მომზადება ჭირდება მოუმზადებელი საზოგადოებამ ვინც მის გათავისუფლებას ცდილობდა მოუმზადებლად ჯვარზე გააკრა ესეთი ადამიანი და ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის განცდა შესაძლებელია გაჩნდეს ჩვენ საზოგადოებაში იმიტომ რომ რამდენიმე 1000 წელი გავიდა და ბევრი უამრავი მაგალითი გვაქვს თუ პასუხისმგებლობამ რა მოიტანა ამიტომ საჭიროა უბრალოდ საზოგადოებამ აიღოს მის თავზე პასუხისმგებლობა და გადაწყვიტოს შეუძლია მას იყოს თავის უფალი თუ არ შეუძლია ანუ პასუხისმგებლობა არის სწორედ ის რაც ადამიანს ღვთიურ სამყაროსთან აკავშირებს